მოგესალმები და მივესალმები ტელემაყურებელს. ლელო ძლიერ საქართველოს უარი ბრძოლაზე არასდროს არ უთქვამს. თქვენ იცით, როგორი აქტიურები ვიყავით, ვართ და ვიქნებით ქუჩის საპროტესტო აქციებშიც. ცხადია, ჩვენ გულისხმობთ პარალელურ ბრძოლას, როგორც ქუჩაში აქტივობის მხრივ, ასევე იმ ბრძოლაში შესვლას, რაც გახლავთ ეგრეთ წოდებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ ვართ პოლიტიკოსები, ხალხის მსახურები პირველ რიგში და აუცილებლად რომ ვიყოთ ყველა ფრონტზე, ყველა პარალელურ ფრონტზე, რაც კი არსებობს ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი, რაც თავის მხრივ გახლავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი. ქუჩის ბრძოლას ჩვენ და მე განსაკუთრებით ვერავინ ვერ ვასწავლის, ვერც ქუჩაში გასვლას მასწავლის ვინმე და ლელო ძლიერი საქართველო არის ნამდვილად ის ძალა, რომელსაც ალბათ ყველაზე მეტი მსვლელობა და მარში აქვს გაკეთებული. თქვენ იცით, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ ერთობის და ერთიანობის მომხრე, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი აბსოლუტურად ერთიანობისათვის და ძალისხმევის გაერთიანებისთვის. ჩვენ ვიყავით პირველი ოპოზიციური ძალა, რომელმაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ძალიან მალევე თქვა, რომ საჭირო ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნა, სადაც დავსხდებით პირველ რიგში 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური კოალიცია. რატომ 4 კოალიცია? რა თქმა უნდა, ეს თავის მხრივ გაფართოვდებოდა სხვა პოლიტიკური პარტიებით, საექსპერტო საზოგადოებით, აქტივისტებით, მაგრამ ვის უკანაც იდგა ელექტორალური მაჩვენებელი იმისა, რომ ხალხის ხმები გაყავდა. ამიტომ ეს მაგიდა რო შემდგარიყო, ეს ცენტრი რო შემდგარიყო, დღეს არსებითად სხვა მოცემულობაში ვიქნებოდა. მაინტერესებს არსებითად სხვა მოცემულობა რა შეიძლებოდა ყოფილიყო და ეს პლატფორმას რომ ეარსება. რა მოცემულობას მიიღებდა საზოგადოება, რა პოლიტიკური მოცემულობა იქნებოდა, რა შეცვლიდა ეს პლატფორმა? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იქნებოდა კოორდინაცია, იდეალური კოორდინაცია გულისხმობს იმას, რომ იქნებოდა პოლიტიკური მაგიდა, სადაც გადაწყდებოდა პოლიტიკური საკითხები, მინიმუმ სხვა პარტიების პოზიციების შესახებ, მათი სოციალური ქსელებიდან და ტელევიზიებში, ლაივებიდან არ შევიტყობდით და იქნებოდა ისეთი პოზიტიური განვითარება მოვლენების, როგორც იყო სხვადასხვა მიმართულების თემატურ ჯგუფში, მაგალითად, რაც იყო საგარეო მიმართულებით თემატურ ჯგუფში, რაც იყო იურიდიული დახმარების ჯგუფში, რაც იყო ყოველდღიურ საინფორმაციო ცენტრში. ჩვენ ორი დიდი შეხვედრა გავაკეთეთ და იმდენად ეწყინა და ეტკინა ქართულ ოცნებას ეს შეხვედრები, რომ ნახეთ, რომ მეორე შეხვედრა ქორთიარდ მარიოჩი დარბებით დასრულდა. ანუ ეხლა წარსულზე რო არ ვილაპარაკო და გაშვებთ, უკვე გასულია ეს შესაძლებლობა. ახლა რა სიტუაციაში დგას ქვეყანა? ახლა რა სიტუაციაშიც ვდგავართ. პირველ რიგში ლელო იქნება ყველგან, სადაც იქნება საპროტესტო აქციები და იქნება ორი მთავარი მოთხოვნა. ეს არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის გარეშე ქართულ ოცნებას ლეგიტიმაცია არ იქნება და საბოლოო წერტილი ამ манипуляციებს დაუსვა უკვე ევროპარლამენტმა, რომლებას თქვეს, რომ ერთადერთი გადატვირთვის შესაძლებლობა პოლიტიკური და ამ კონსტიტუციური და საპარლამენტო ჩიხიდან გამოსვლის საშუალება არის მხოლოდ საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. რაც სულის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, ქალბატონო ლანა, იმიტომ რომ ერთის მხრივ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ქართულ ოცნებას არ აქვს ლეგიტიმაცია საპარლამენტო დონეზე. მეორე საკითხია და განცალკევებას აკეთებთ საპარლამენტო დონის ლეგიტიმაციასა და თვითმმართველობის არჩევნებზე. ხო, სწორად მესმის. რა ხდება თვითმმართველობის არჩევნებში bis ჩატარების დროს? მოდით პირველ რიგში ეს გახლავთ ძალის მოკრება და მომზადება გენერალური ბრძოლისთვის, რაც იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნებიდან. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნება. ამავდროულად საჭირო არის, რომ ქართულ ოცნებას არ დაუთმოთ ადგილებზე ჩვენი რეგიონები. რეგიონებში ხალხს სჭირდება დახმარება, რეგიონებში ხალხს სჭირდება, რომ თავიანთი წარმომადგენელი ყავდეს თვითმმართველობებში. თქვენ შეიძლება ფიქრობდეს და ზოგიერთი ადამიანი ფიქრობდეს, როდესაც
ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრიობის საკითხებია ქვეყანაში, აი ეს პატარა და მცირე საკითხები, რაც თავის მხრივ ძალიან დიდი საკითხებია, ფასების ზრდა, ემიგრაცია, უმუშევრობა, დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, ეს ყოველდღიურობაში არის საშინელება და ვიზა ლიბერალიზაციასთან მიმართებითაც მე ხა სანამ შემოვიდოდი თქვენს გადაცემაში, სტატისტიკურად ამოვწერე მაჩვენებლები და პირდაპირ გეტყვით, რომ 2024 წლის ფულად გზავნილები სწორედ არის ემიგრაციის გადმორიცხული 3.2 მილიარდი დოლარი. პირველ ადგილას დგას ამერიკის შეერთებული შტატები და თავის მხრივ 2023 წელთან შედარებით 24%-ით გაზრდილია გადმორიცხვები. შემდეგ ადგილას დგას იტალია, რომელიც გაზრდილია 8%-ით და ამ დროს ინვესტიციას რაც შეეხება შემოსული არის 2024 წელს 1.3 მილიარდი დოლარი. ანუ ჩვენი ემიგრაცია უფრო მეტ თანხებს რისხავს რეალურად ვიდრე ინვესტიცია შემოდის და ის ინვესტიციაც რაც შემოდის დასავლეთის ქვეყნებიდან. როდესაც აი ამ მიმართულებით ვსაუბრობთ, როდესაც ვსაუბრობთ ფასების ზრდაზე და აქაც სტატისტიკა არის გამოქვეყნებული და ბავშვთა შიმშილი არის და პირდაპირ მაჩვენებელი არის ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარების, როცა ბავშვის საკვები 116%-ით არის გაზრდილი და ძროხის ხორცი, ანუ ცილოვანი შიმშილი რო არ ქონდეს ბავშვებს 94%-ით გაზრდილი, ამ საკითხებზე ვინ უნდა ისაუბრობს? ამიტომ ვამბობთ, რომ ეგრეთ წოდებული თვითმმართველობის არჩევნები, ანუ ჩვენთვის ბრძოლა, ეს არის დამატებითი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ საერთო ბრძოლა იქნას მოგებული. ჩვენ ოპოზიცია არ ვიქნებით. ჩვენ არ პასუხობთ. თავარი პრობლემა ალბათ საზოგადოებისთვის ეს არის, რომ დღეს ნაცვლად იმისა, რომ ყველა სისტემის ოპოზიციაში იდგეს, რაღაცნაირად ერთმანეთთან ოპოზიციაში არიდებენ ზოგჯერ თავს თუ ნაკლებად მწვავეები ხართ ერთმანეთის მიმართ. ჩვენ ვიცით ვისი ოპოზიცია ვართ. ფაქტია რომ დგას ჩვენ ვიცით ვისი ოპოზიცია ვართ. არა, თქვენ ჩვენგან გაგიგიათ რავიმე კრიტიკული გზავნილი ან არაადეკვატური გზავნილი სხვა ოპოზიციის მიმართ, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. ჩვენ ფოკუსი არ გვაქვს გაბლარული. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი სამიზნე არის ქართული ოცნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სხვა ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლების გზა ან მათი სტრატეგია მიგვაჩნია ნაკლებად ეფექტური ან მიგვაჩნია ბოიკოტი, უმოქმედობა და პასიურ მდგომარეობაში ყოფნად, ჩვენ პატივს ვცემთ მათ არჩეულ სტრატეგიას. ჩვენ კრიტიკით არ ვართ დაკავებული. ჩვენ ვიცით, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა გქონდეს საკუთარი სამოქმედო გეგმა და სტრატეგია. ამიტომაც ჩვენ ავარჩიეთ აქტიური ბრძოლის გზა. რას მოუტანს საზოგადოებას, რომელიც ქუჩაში დგას, რომელიც არ დგას, მაგრამ მძიმე მდგომარეობაშია, თქვენი სტრატეგია, რომელიც აარჩიეთ და რომელიც აი ახლა თვითმმართველობის საარჩევნო პროცესში ჩართვას, აქტიურ პროცესში ჩართვას გულისხმობს. რა მოაქვს ამ სტრატეგიას საზოგადოებისთვის? ჩვენ სტრატეგიას მოაქვს პირველ რიგში ის, რომ პოლიტიკა არის ხალხის მსახურებაში ყოფნა და ჩვენ ვიქნებით ყველგან, ყველა რაიონში, ყველა დიდ და პატარა ქალაქში იმ პრობლემებთან, რაც აქვს მოსახლეობას და მათ მარტო ქართული ოცნების პირისპირ არ დავტოვებთ. რაც შეეხება ბრძოლას ქუჩაში, ვინ გითხრათ, რომ ჩვენ ქუჩაში არ ვართ? ჩვენი წარმომადგენლები ვართ. მე არ მითქვამს, რომ თქვენ ქუჩაში არ ხართ. მე ვთქვი, რომ რას მოუტანს საზოგადოებას, რომელიც ქუჩაში დგას ან არ დგას, თქვენი სტრატეგია თქო. საზოგადოებას და არაპოლიტიკურ თანმიმდევრულ ბრძოლას რეგიონებში, ბრძოლას ყველა დიდ თვითმმართველ ქალაქში და ბრძოლას თბილისში. თუნდაც გამოკითხვებს დააკვირდით და იმ კვლევებს, რაც არის გამოქვეყნებული 4 კოალიციის ერთად ბრძოლაში შესვლით, ჩვენ გვქონდა უფრო მეტი შანსი პროცენტულად მოგების და თბილისის ბრძოლისათვის 2 კოალიციის გაერთიანება და მხარდაჭერა არის უფრო მეტი, ვიდრე არის ქართული ოცნების. აი ამ საჩუქარს რატო ჩუქრიან ქართულ ოცნებას? ჩვენთვის მოქმედება არის აქტიურ მდგომარეობაში ყოფნა. ჩვენ ვიბრძვით, ეს მიგვაჩნია სწორად და ამიტომაც აი ამ ბრძოლაში ვიწვევთ ყველა ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ პასიურობა არ შეიძლება, უმოქმედობა არ შეიძლება და ასევე მე ვერ წარმომიდგენია, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეშინიათ ქუჩაში გამოსვლა 5000 ლარიანი ჯარიმის გამო, დრაკონული კანონების გამო, იმის გამო, რომ საჯარო მოხელეები არიან, იმის გამო, რომ სოციალურად დაუცველები არიან და სახელმწიფოს პირდაპირ
პირდაპირ აი გამოჭერილი ყავს ამ დახმარებებით იმის გამო რომ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები არიან და კანონმდებლობით ეკრძალებათ საერთოდ ქუჩის პროტესტში გამოსვლა, მათ სჭირდებათ თავიანთი ხმის, თავისი ოპოზიციური ხმის დაფიქსირება და ამის საშუალება არის მიუხედავად იმისა, რომ გაყალბდება ვიცით ის თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებზე მაინც საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ მთლიანად ოპოზიციამ მიუხედავად არანორმალური გაყალბებისა ვანახეთ, რომ ელექტორალური სიმძიმე აი ამ უთანასწორო ბრძოლაში გვქონდა და თელმა მსოფლიომ დაინახა და ამ პროტესტს მოყვა შემდეგ უკვე არ აღიარება და ის რომ დღეს ქართულ ოცნებას არ აქვს ლეგიტიმაცია და პირდაპირ ეუბნებიან ჩვენი პარტნიორები, ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ კრიზისის აღმოფხვრის ერთადერთი გზა არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნები 99 წევრიან კოჭლ პარლამენტს ერთპარტიულს ვერ გააცოცხლებს ვერაფერი გარდა იმისა თუ არ ჩაინიშნება ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს თავისუფალ სამართლიან კონკურენტუნარიან გარემოში გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. მთავარი მოთხოვნებია. ამის იქით თვითმმართველობის არჩევნების გამოყენება დამატებითი ბრძოლის ინსტრუმენტად არის ასებითად მნიშვნელოვანი. ჩვენ ასე მიგვეჩნია. ჩვენთვის ეს არის ბრძოლის დამატებითი ხაზი. პარალელური ბრძოლის პროცესში შევდივართ. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ჩვენ ყოველდღურად არ გაგვიწყვეტავს ურთიერთობა ჩვენს ამორჩეველთან. და ამაში დარწმუნებულები ვართ ყოველდღურად იზრდება ჩვენი კოალიციის რიგები, ემატებიან ხალხი როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ხალხი სწორად და ადეკვატურად აღიქვამს ბრძოლის იმ სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, რაც ჩვენ გვაქვს. კი ბატონო, მადლობა. თუ სწორად მივხვდი, არ ვიცი, თუ კი გაყალბდება არჩევნები, ეს ამ არჩევნებში მონაწილეობა იქნება დამატებითი არაღიარების მიზეზი საერთაშორისო საზოგადოებისთვის და არა პირიქით, ამას ამბობთ? რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტ შევსომას დაუშვებს ქართული ოცნება, უფრო მეტი სამხელი იქნება მათ წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, ეს იქნება ხალხის სახურებაში კვლავ ყოფნა და ხალხის მსახურებაში დარჩენა. მადლობა, ლანა გალდავას უსმენთ, კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს წევრი იყო დღის ამბების სტუმარი.